ხორბლის სექტორში მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შემუშავება იგეგმება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს. სამინისტროში ხორბლის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერაც აღუთქვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო ხორბლის მწარმოებელი ფერმერების მთავარ მოთხოვნას ხორბლის იმპორტზე სეზონურად გადასახადი დაწესდეს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ხორბლის მისაღებ ფასად რეალიზაციის საშუალებას მისცემდა. ამ დროისათვის წისქვილ კომბინატებში კილოგრამი ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრია, რაც მეხორბლეების განცხადებით კრიტიკულად დაბალი ფასია. ადგილობრივი მწარმოებლები რუსეთიდან შემოსული იაფასიანი ხორბლის კონკურენციას ვერ ახერხებენ. რა მხარდაჭერის მექანიზმებს თავაზობს სამინისტრო ფერმერებს და რას ითხოვენ თავად ფერმერები. ეკა გაზდელიანი შემოგვერდება დეტალებით, ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრის მიზანი სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ხორბლის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა იყო, თუმცა მთავარი საკითხი, რაც ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა დააყენეს, ხორბლის იმპორტზე სეზონური ტარიფის დაწესების საკითხი იყო. მართლობის მწარმოებლები დარგში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობენ და დახმარებას სწორედ ამ მიმართულებით ითხოვენ, როგორც ფერმერები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, ახალი მოსავლის აღებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა შარშანდელი მარცვლეული კვლავ საწყობებშია და მისი რეალიზაცია ვერ ხერხდება. ამიტომ ფერმერების მთავარი მოთხოვნა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე სეზონური ტარიფის შემოღებაა. ფერმერები აცხადებენ, რომ რუსული ხორბალი ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასად შემოდის, ვიდრე ქართული პროდუქტის თვითღირებულება. დღეს ხორბლის ფასი დაახლოებით 60 თეთრია, რაც წარმოების ხარჯებსაც ვერ ფარავს და თუ კი მოსავლის აღების თვეებში იმპორტზე სეზონური ტარიფი დაწესდება, ეს ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალებას მისცემდა საკუთარი პროდუქცია 70 თეთრად ჩააბარონ. რომ გადარჩეს ქართული წარმოება და სტიმული ქონდეს ქართულ ფერმერს, ვინც ხორბალს და სხვა მართლობს და აწარმოებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცნაირად მოხდეს დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სხვა შემთხვევაში თითქმის ეკონომიკური მოტივაცია არ გვაქვს, რომ კიდევ გავაგრძელოთ მარცვლის წარმოება, როგორც ეგან აღნიშნე, თვითღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ხორბალსა და სხვა მარცვლეულს აქვს ფასი. ფასი, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს მსოფლიო ბირჟაზე არსებული ფასები, მაგრამ ჩვენთან იმპორტი ხორციელდება ძირითადად რუსეთიდან. ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის დღეს მდგომარეობაში და რუსეთში ხორბლის ფასები არ შეესაბამება მსოფლიო ბირჟაზე ფასებს და ამიტომ ჩვენზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა. ეს ფასების პრობლემა ყოველთვის იყო, ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში მოსავალზე, მე ძალიან ბევრ გამოწვევებზეა დამოკიდებული. საკითხს სიფრთხილით ეკიდება წისქვილ კომბინატების სექტორი. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 20%-ს აწარმოებს, ხოლო 80% იმპორტირებულია და იმპორტის ჩაკეტვის შემთხვევაში ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ადგილობრივი ფერმერები წისქვილ კომბინატებს ხორბლის საჭირო რაოდენობას მიაწვდიან. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს, საჭიროა კოორდინირებული მუშაობა სამრგოლს, ფერმერებს, წისქვილ კომბინატებს და მეპურეებს შორის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ზუსტად რამდენი ტონა სასურსათო ხორბალი მოვიდა ქვეყანაში და ფერმერების სტატისტიკის წარმოების ვალდებულება არ აქვს, ეს არისკო ვითარებას ქმნის ხორბლის იმპორტის დაბეგვრის შემთხვევაში. ასევე ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოსავლის აღების სეზონზე რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე მცირდება, იმპორტის ამ დროს შეზღუდვამ კი წისქვილ კომბინატებს შესაძლოა ხელი შეუშალოს იაფი მარაგების შექმნაში, რამაც სამომავლოდ ფასების სეზონური ზრდისას შესაძლოა პრობლემები წარმოქმნას. ისტორიულად ამ პერიოდში მარაგდება ხოლმე წისქვილ კომბინატები იაფი ხორბლით და მარაგების შექმნა ამ პერიოდში ხდება, მათ შორის იმპორტირებულის. ანუ ამ ჩაკეტვის შემდგომ ფაქტიურად ხორბლის გაძვირება იქნება როგორც რეგიონალურად, ზოგადად ისტორიულად ასე ხდება და შესაბამისად, აქაც რაღაც კითხვით ნიშანი შეიძლება ვთქვათ იყოს, რომ ანუ შემდეგ უკვე ჩვენს მოგვიწევს უფრო ძვირი ხორბლის შემოტანა. ჩვენ აუცილებლად ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფომაც ჩვენაც, რომ აქ გვექნება აუცილებლად რაოდენობა ის ხორბლის, რომელიც ვთქვათ, აუცილებელია ქვეყნისათვის, რომ პრობლემის შემთხვევაში ქვეყანა ხორბლის გარეშე არ დარჩეს.
სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე ასევე განიხილეს სერტიფიცირებული სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვის და ასევე მცირე და საშუალო ფერმერებისთვის დასაწყობი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის საკითხები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ხორბლის სექტორი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო ფერმერების თხოვნას და დაწესდება თუ არა ხორბლის იმპორტზე გადასახადი. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ფერმერებს იმ შეხვედრაზე არ მიუღიათ. მადლობა ეკა, რა მიმართულებით ჭირდება დახმარება ხორბლის მწარმოებლებს ეკა გაზდელიანი საუბრობთ.